მოგესალმებით ეთერშია დასოტევი საინფორმაციო გამოშვება დღის მთავარ სიახლეებს მარია მელიავა გაგეცნობთ. 1917 წლის 25 მარტს აღდგა საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის ავტოკეფალია. ეს უმნიშვნელოვანესი მოვლენა ჩვენი სახელმწიფოებრიობისა და სულიერი ფასეულობების აღდგენის სიმბოლოდ იქცა. ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ განაცხადა. მისი თქმით, ილია ჭავჭავაძის, დიმიტრი ყიფიანის, ექვთიმე თაყაიშვილისა და მრავალი სხვა მამულიშვილის ძალისხმევით ეკლესიამ დაებრუნა თავისუფლება, რაც ერისა და ბერის ერთიანობისა და საქართველოს დამოუკიდებლობისთვის ბრძოლის ქვაკუთხედი გახდა. ეს დღე კიდევ ერთხელ გვახსენებს, რომ ჩვენი სულიერი ფასეულობები ისტორიული მემკვიდრეობა და სახელმწიფოებრივი აზროვნება ერთმანეთისგან განუყოფელია, აღნიშნავს პრემიერ-მინისტრი. გერმანიამ ქართველ მაღალჩინოსნებს, რომლებიც საპროტესტო აქციების ჩახშობაზე არიან პასუხისმგებლები ქვეყანაში შესვლის შესახებ დამატებითი აკრძალვები დაუწესა. ამის შესახებ გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტრო X-ზე წერს. დაახლოებით 3 თვეა ქართველი ხალხი ევროკავშირში მომავლის მხარდასაჭერად და საქართველოს ხელმძღვანელობის კურსის წინააღმდეგ საპროტესტო აქციებზე გამოდის. ისინი კვლავ დაშინების, დაკავებებისა და ძალადობის საფრთხის წინაშე დგანან. გერმანიამ ქართველ მაღალჩინოსნებს, რომლებიც საპროტესტო აქციების ჩახშობაზე არიან პასუხისმგებლები, ქვეყანაში შესვლის შესახებ დამატებითი აკრძალვები დაუწესა, წერს გერმანიის საგარეო უწყება. ვინაიდან ევროკავშირის დონეზე სანქციებს ორბანი ბლოკავს, ყველა დარჩენილმა წევრმა სახელმწიფომ ისინი ინდივიდუალურად უნდა დააწესოს. ასე ეხმაურება ლიეტუველი ევროპარლამენტარი რასა იუკნევიჩიენე გერმანიის მიერ საქართველოში საპროტესტო აქციების ჩახშობაზე პასუხისმგებელი პირებისთვის ქვეყანაში შესვლაზე დამატებითი აკრძალვების დაწესებას. გერმანიის გადაწყვეტილება დააწესოს პერსონალური სანქციები ქართველი მაღალჩინოსნების წინააღმდეგ, რომლებიც ქვეყანაში დემოკრატიის ეროზიაზე არიან პასუხისმგებლები, ძალიან მისასალმებელია. ვინაიდან ევროკავშირის დონეზე აღნიშნულ სანქციებს ორბანი ბლოკავს, ყველა დარჩენილმა წევრმა სახელმწიფომ ისინი ინდივიდუალურად უნდა დააწესოს, წერს რასა იუკნევიჩიენე. ამასთან ევროპარლამენტარი ლიეტუვაში საქართველოს მეხუთე პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის ვიზიტსაც გამოეხმაურა. კეთილი იყოს თქვენი ლიეტუვაში მობრძანება პრეზიდენტო, როგორც ერთი თავისუფლების მოყვარე ერი მეორეს, ჩვენს ქართველ და-ძმებს ყოველთვის მხარს დავუჭერთ, აღნიშნავს ლიეტუველი ევროპარლამენტარი. ბალტიისპირეთის ქვეყნებში ვიზიტს ლიეტუვაში ვიწყებ. ამის შესახებ საქართველოს მეხუთე პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი X-ზე წერს. ბალტიისპირეთის ქვეყნებში ვიზიტს ლიეტუვაში ვიწყებ. ქვეყანა, რომელიც ევროპულ გზაზე ყოველთვის საქართველოს გვერდით დგას, ახალი თავისუფალი და სამართლიანი არჩევნებისთვის ჩვენს ბრძოლაში თქვენი მხარდაჭერისთვის მადლობელი ვართ, წერს სალომე ზურაბიშვილი. ბრიუსელის ჩარევა ქვეყნის შიდა საქმეებში მიუღებელია და თან ეს ჩარევა იმის გამო ხდება, რომ საქართველოს მთავრობა მშვიდობის მომხრეა. ჩვენ საქართველოს მთავრობას სრულ მხარდაჭერას ვუცხადებთ ბრიუსელის პოლიტიკის მიუხედავად. ამის შესახებ უნგრეთის საგარეო საქმეთა და ვაჭრობის მინისტრმა პიტერ სიიარტომ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრ მაკა ბოჭორიშვილთან გამართულ ერთობლივ ბრიფინგზე განაცხადა. როგორც სიიარტომ აღნიშნა, საქართველოს საუკეთესო მაგალითს აჩვენებს იმისა, თუ როგორ შეიძლება საერთაშორისო ლიბერალური და გლობალური დიქტატურა მთავრობაზე წნეხის განხორციელებას ცდილობდეს. ნაციონალური მოძრაობის ხელისუფლების საქმიანობის შემსწავლელი პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისია ძლიერი საქართველოს ლიდერ მამუკა ხაზარაძესთან დაკავშირებით პროკურატურას მიმართავს. როგორც კომისიის თავმჯდომარე თია წულუკიანმა განაცხადა, მიზეზი ის გარემოებაა, რომ ხაზარაძე კომისიის ხდომაზე სადაც დაბარებული იყო არ გამოცხადდა. მისივე თქმით, კომისიის წინაშე გამოცხადებაზე უარი არის სისხლის სამართლის დანაშაული. ცნობისთვის, კომისიის ხდომაზე ბიზნესზე ზეწოლის ერთ-ერთი საქმის, შპს მაგნატის საქმის განხილვა მიმდინარეობდა. ბიზნესმენი ჯემალ ლეონიძე ავტოგასამართის სადგურების ქსელის მაგნატის მესაკუთრე იყო. მედიაში გავრცელებული ინფორმაციით ნაციონალური მოძრაობის ხელისუფლების დროს ბიზნესმენს ქონება ჩამოართვეს და დააპატიმრეს. მიხეილ ყაველაშვილი უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ კანონის გაუქმების თაობაზე საქართველოს მეხუთე პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის მიერ საკონსტიტუციო სასამართლოში შეტანილ სარჩელზე უარს ამბობს. შესაბამის ინფორმაციას მიხეილ ყაველაშვილის პრესსამსახური ავრცელებს. საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ ყაველაშვილმა უარი თქვა ყოფილი პრეზიდენტის სალომე ზურაბიშვილის საკონსტიტუციო სარჩელზე, რომელიც უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ საქართველოს კანონის გაუქმებას ეხებოდა. კანონი ემსახურება საზოგადოების მაქსიმალურად ინფორმირებას უცხოური ძალის ინტერესების გამტარებელი ორგანიზაციების დაფინანსების წარმომავლობის შესახებ. შესაბამისად, საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ ყაველაშვილმა მიიღო საკონსტიტუციო სარჩელზე უარის თქმის გადაწყვეტილება, ნათქვამია განცხადებაში. პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილის განცხადებით, ნოემბრის აქციების დროს აქციის მონაწილეების ძალადობრივი ქმედებების შედეგად პარლამენტს დაახლოებით 9 მილიონი ლარის ზიანი მიადგა. როგორც პაპუაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა, აქციის მონაწილეების ძალადობა პირდაპირ ეთერშიც ჩანდა, თუმცა ამის მიუხედავად ზოგიერთი ევროპელი დიპლომატი საპროტესტო აქციას მშვიდობიანს უწოდებდა. პარლამენტის თავმჯდომარის განმარტებით, აქციების დროს თითქმის სრულად დაზიანდა პარლამენტის პირველი სართულის ოთახები და სხვადასხვა დანადგარი. მან ევროპელ დიპლომატებს მიმართა არასამთავრობო ორგანიზაციებისთვის
მისისთვის მიმართული თანხა პარლამენტისთვის მიყენებული ზარალის ანაზღაურებას მოახმარონ. საქართველოს აეროპორტების გაერთიანებას ახალი გენერალური დირექტორი ყავს. ლევან მოსაშვილი ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე. მარიამ ქრუვიშვილმა საქართველოს აეროპორტების გაერთიანების თანამშრომლებს წარუდგინა. მინისტრის მოადგილემ განაცხადა, რომ ლევან მოსაშვილს აქვს სამოქალაქო ავიაციის ინდუსტრიაში, მათ შორის კერძო სექტორში საქმიანობის მრავალწლიანი გამოცდილება. ქრუვიშვილის თქმით, მისი წოდნა და გამოცდილება მნიშვნელოვნად გააძლიერებს როგორც საქართველოს აეროპორტების გაერთიანებას, ისე მთლიანად სამოქალაქო ავიაციის სექტორს, სადაც მასშტაბური ინფრასტრუქტურული პროექტები და სტრუქტურული რეფორმები ხორციელდება. მინისტრის მოადგილემ მადლობა გადაუხადა კომპანიის ყოფილ გენერალურ დირექტორს გაწეული საქმიანობისთვის და აღნიშნა, რომ ირაკლი ქარქაშაძე საქმიანობას საავიაციო სექტორში სხვა პოზიციაზე განაგრძობს. ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში. ახლა კი გაგაცნობთ უცხოეთის სიახლეებს. უკრაინის საჰაერო ძალებმა რუსეთის ფედერაციის კურსკის ოლქში ოკუპანტების თავმოყრის ადგილს დაარტყეს და 30-ზე მეტი ჯარისკაცი გაანადგურეს. ინფორმაციას უკრაინული მედია ქვეყნის შეიარაღებული ძალების გენერალურ შტაბზე დაყრდნობით ავრცელებს. უკრაინის შეიარაღებული ძალების საჰაერო ძალებმა დაარტყეს მოწინააღმდეგის ცოცხალი ძალის თავშეყრის ადგილს კურსკის ოლქში. დარტყმის შედეგად ობიექტი მთლიანად განადგურდა და 30-მდე ოკუპანტის ლიკვიდაცია განახორციელა. აცხადებენ უკრაინის გენშტაბში. მათი განმარტებით რუსული სამხედრო ინფრასტრუქტურის ამ ელემენტის განადგურება ამცირებს ოკუპანტების შესაძლებლობას განახორციელონ სამხედრო ოპერაციები უკრაინის სუმისა და კურსკის ოლქებში. საჰაერო ძალების პილოტები, ისევე როგორც თავდაცვის ძალების სხვა კომპონენტები, გააგრძელებენ მტრისთვის დარტყმების მიყენებას მისი სამხედრო პოტენციალის შესუსტების მიზნით, აცხადებენ უკრაინის გენერალურ შტაბში. რუსებმა უკრაინას 129 დრონითა და ბალისტიკური რაკეტით შეუტიეს. ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინული მედია ქვეყნის საჰაერო ძალებზე დაყრდნობით ავრცელებს. უკრაინის საჰაერო ძალების ცნობით რუსულმა ძალებმა უკრაინის მიმართულებით ისკანდერ M ტიპის ბალისტიკური რაკეტა და 129 შაჰედის ტიპის დრონი გაუშვეს. მტრის თავდასხმის შედეგად ხარკოვის, სუმის, პოლტავის, კიროვოგრადის, კიევის, ჩერკასისა და ოდესის ოლქები დაზარალდა, აცხადებენ უკრაინის საჰაერო ძალებში. უკრაინის თავდაცვის ძალებმა რუსების მიერ გაშვებული 78 დრონი ჩამოაგდეს, ხოლო 34 უკრაინის ტერიტორიაზე გაუჩინარდა. თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრი ჰაკან ფიდანი 25-26 მარტს შეერთებულ შტატებს ეწვევა, სადაც ამერიკელ კოლეგას მარკო რუბიოს და სხვა ოფიციალურ პირებს შეხვდება. ინფორმაციას თურქული მედია ავრცელებს. მოსალოდნელია, რომ მოლაპარაკებების დროს ყურადღება გამოხილდება სტრატეგიულ ნაბიჯებზე, რომლებიც შეიძლება გადაიდგას თურქეთსა და შეერთებულ შტატებს შორის ორმხრივ ურთიერთობებში და მზადება მომავალი ვიზიტებისთვის სახელმწიფოს მეთაურების დონეზე. განაცხადეს წყაროებმა მედიასთან საუბარში. მეთივე ინფორმაციით, დიპლომატებს შორის განსახილველ მთავარ საკითხებს შორის არის რუსეთ-უკრაინის ომის სირიაში ბოლო დროს განვითარებული მოვლენები და ორმხრივი ურთიერთობები თავდაცვის ინდუსტრიის თანამშრომლობის გაღრმავების კონტექსტში. წყაროები აცხადებენ, რომ ჰაკან ფიდანი ხაზს გაუსვამს თურქეთის მზადყოფნას წვლილი შეიტანოს ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების მიღწევასთან დაკავშირებით ამერიკის შეერთებული შტატების მცდელობებში, რასაც მეომარ მხარეებს შორის მუდმივი სამშვიდობო შეთანხმება უნდა მოხდეს. ჩატში სამხედრო გეგმების შესახებ მიმოწერა არ ყოფილა. ამის შესახებ ამერიკის შეერთებული შტატების თავდაცვის მდივანმა პიტ ჰექსეტმა ჟურნალისტებს განუცხადა, მას შემდეგ რაც გამოცემა ატლანტიკის მთავარმა რედაქტორმა ჯეფრი გოლდბერგმა ინფორმაცია გაავრცელა, რომ დონალდ ტრამპის ადმინისტრაციამ ჩატში დაამატა, სადაც ჰუსიტების წინააღმდეგ სარაკეტო იერიშების გეგმებს განიხილავდნენ. სამხედრო გეგმების შესახებ შეტყობინებებს არავინ გზავნიდა და ეს არის ის, რისი თქმაც ამის შესახებ შემიძლია, განაცხადა პიტ ჰექსეტმა. ამასთან ჟურნალისტებთან საუბრისას ჰექსეტმა გოლდბერგს მატყუარა უწოდა. ეს არის მატყუარა, დისკრედიტირებული ეგრეთ წოდებული ჟურნალისტი, რომელმაც ტყუილების გავრცელება თავის პროფესიად აქცია. აღნიშნა აშშ-ის თავდაცვის მდივანმა. მოგვიანებით ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა თეთრ სახლში ჟურნალისტებს განუცხადა, რომ გავრცელებული ინფორმაციის შესახებ არაფერი იცის. ასეთი იყო მიმდინარე სიახლეები, მომავალ შეხვედრამდე.